სამშვიდობისა მეგობრებო, როგორ ახართ? მე როგორც ყოფილთ, ის კერძი უნდა გავაკეთო. ეს ისევ მალახტოს ვაკეთებ, მაგ ამაზე ვიდეო ჩაწერილი. დღეს ძალიან კარგი ლობიო მომიტანა ამირამა და გავაკეთებ დავდგამ ქვაბით და გიგაც ჭამს და ამირამით შეჭამს. და ადვილია რომ კერძი რამე მაქვს, იმ დღეს ვარ მშვიდად. ამის ვიდეო მაქვს მეგობრებო ჩაწერილი. ცალკე ვიდეოს აღარ ჩავწერთ, თუ იმეს დაგაინტერესებთ. გადამზარდება, მოგწერთ, გეტყვით კომენტარშიც და ვიდეოც არის და ბოლო ეტაპსაც გაჩვენებთ როგორი გამოვა. დავადგამ ახლა ამას ნაკლებ წყალზე, ცოტა ლობიო ამას ჭიქა ნახევარიც არ დაჭირდება წყალ. ჭიქა და ცოტა მეტი. ორთქლზე მოვხარშავ, ცოტა წყალი უნდა გქონდეს. ნიგოზი. ნიორი არ უნდა ამას. ნიგოზი, ცოტა ქინძი, თეთრი რეჰანი, თუ შაშპრამი, რა ქვია, და პრასი. და იპილი მწარე უფრო უკეთესი, მწვანე უფრო უკეთესია. დავაბლენდერებ, თუ დავნაყავთ, უფრო გემრიელი გამოდის. და იმ მოხარშულში და უკვე დადუღებულში გადაურებ და მორჩა. ეგ არის და ეგ. აქთან არის გადასარევი საჭმელი. ამას იმიტომ ვამბობ ახლა, შეიძლება ზოგს არ გქონდეს ნანახი და ახლა მიყურებთ ეს. ასე მეგობრებო, სახლი დავალაგე, მაგრამ ბოლომდე გავედი მეთქი არა. ახლა ეს მინდა დავადგა. მე მგონი შუქი მანდროს, ხო? გონი კი. ეს უნდა დავადგა ლობიო. ხო, ანათებს. მაგრამ ვითომ რატომღაც ეს ხედი ავირჩიერო. ცოტა რაღაც მაინც მალამაზებდეს მეთქი ამ პაურის გულის. ხო. დავადგამ ახლა ამას და გავაგრძელებ მე ისევ ჩემს საქმეს. კარგი ლობიოა, მაგრამ ცოტა კაკლიანიც არის, მაგრამ სხვათა შორის მალახტო ლობიოს ასეთი ლობიო უფრო უხდება. შიგაშიგ რომ ასეთი კაკალიც გქონდეს, ლობიოს მარცვას ვამბობთ. ლობიოს კაკალს ეძახით, რა ვიცი ჩვენ. ლობიოს მარცვიანი რომ იყოს, გამოიღო და შეურიო. უფრო გემრიელია მართლა. უხეში ლობიოს გამოიღო. აი ესეთია, გამოვიდებ ახლა. ხო რომ არ დამავიწყდეს, დღეს ჩემი ძმისშვილი იყო ეხოზე იყო დაბარებული და ექიმთან იყო დაბარებული და ყველაფერი კარგად არისო უთხრეს და ღმერთს მადლობა და დანარჩენს მერე გააგრძელებს მკურნალობას სად და რასაც გადაწყვეტს. ეგ ჯერ არ ვიცით და ზუსტებით. გუშინ ამირანმა მოიტანა პეჩენია შეკვეთი, იუბილენი რომ არის და ეხლა მაგას მასი არავინ არ შეჭამს ჩემთან. მათაინკოც არ ჭამდა მაგას. რა ვიცი ეხლა იმან მოიტანა რაღაცები და მოაყოლა ეგეც. ხო და დღეს ვთქვი მაგით ნამცხვარს გავაკეთებ მეთქი, მაგრამ მე მგონი ვერ მოვახერხებ. დავიღალ. მაგას ბევრი ამბავი არ უნდა, მაგრამ კრემის გაკეთება ხომ უნდა. და არა მგონია რომ შევძლო და გავაკეთო ეგ. ეხლა თუ მე ცოტა არ დავისვენე, ვერაფერსაც ვერ ვიზამ. აი ეგ არის ჩემი პრობლემა. იპილიც მაქვს, მწვანე. აი მე რამდენი ჭურჭელი დავრეცხი და დავამშრალი არ ვიცი და ერთი ტაფა კიდე მაგას არეცხი. რა მიყვირს იცით? და კიდე რამდენია გაკეთებული საჭმელები და იქ
ფილავია, ის კარტოფილი ცოტაა დარჩენილი, ის ქათამი ახლა იმ ქათამს შევდგავ მაცივარში. ყველგან ასია. მე ამ 2 სულიან თუ 3 სულიან ოჯახში რომ ამ დღეში ვარ. ბევრი ვინც არის იქ გამბავია. ახლა დავალაგებით კი რას ვამბობ. ყველები ნატაკები რომ მოუწმინდე, ჭურჭელი. საჭმელი დაალაგე და რაღაც ეს თქო. აჯერები არ გამიწენდია ვთქვათ და ეთქეები არ გადამიწვია და არ დამიფერხია და რამე ისეთი ძმე არ მიკეთებია, მაგრამ ჩემთვის ესეც უკვე საკმარისია. რის თქმა მინდოდა კიდე მეგობრებო. ჩემი ან კერძი, ან რამე თუ ვინმეს გამოადგა, აქაც იმდენი მაქვს რაღაცები ეს მაცივარში. ჩემნია იყოს საჭმელები. თუ არ არის ხო, მაშინ ყველაშია. და რომ გააკეთებ, განამაშინაც იჭმება ჩემთან ყველაფერი, მაგრამ ისე რა. ხო და რას ვამბობდი მეგობრებო, ჩემი გაკეთებული ჩემი ვიდეოებიდან, რასაც ვაკეთებ, ან რასაც რამე ვთქვი თუ რამე ოდნავ რამე ვინმეს თუ გამოგადგათ, კი მომწერეს და გავაკეთეთო, ქადებიცო და კმაყოფილი ვართო და მადლობაო. პირიქით, მადლობას თქვენ გიხდით, ვინც ენდო ჩემს რეცეპტს, ჩემს ნათქვამს და ვინც გააკეთა ჩემი რეცეპტით, თუ ან ჩემი ლაპარაკით რამე. მადლობას აქეთ გიხდით მე. ხო, ერთი წუთით ჩამოვჭდები ახლა. სანამ მოიხარშება და ძმარით გასუფთავდება მწვანეც. ხო და პირიქით მადლობელი ვარ მე. მიხარია, რომ ამ ვიდეოთი ვინმეს რამე თუ გამოადგა ჩემი მხრიდან. პირიქით, მართლა ძალიან დიდი მადლობელი ვარ. სარეცხი ერთი ავიღე, მესამე დავფინე და მეოთხე მანქანაში. რაც ავიღე იგიც და საკეცი მაქვს. ხო და მეგობრებო, არავისი არ მშურს მართლა. კი არ მშურს, იმიტომ ვამბობ ამას, რომ როგორ თქვა. ვისაც ყავს 3-4 შვილი, თან სამსახური, თან ოჯახი, თან გადარბენა, თან გადმოვლენა და ვინც ახერხებს ამ ყველაფერს და პლუს იმას რომ ვიდეოებსაც წერს და ბევრი ასეთი იუთუბერიც მინახია მე. ხო და როგორ ახერხებენ, ყოჩაღ, მადლობა, მართლა ძლიერები არიან და მადლობას რისთვის ვუხდი, იმისთვის რომ კიდევ იმ დროს ნახავენ, რომ ჩვენამდე მოიტანონ რაღაც ან მათი დღის ცხოვრება თუ ან საერთოდ მათი ცხოვრება. მართლა ძლიერები არიან. მე ერთ დღეზე, დღეც არ მინდა, ნახევარ დღეზე ისე ვიღლები, რომ უკვე წათიშვილი ვარ ახლა. ზოგადად მეგობრებო, ერთ კერძს რომ გავაკეთებ და ერთ თქვათ დავხვეთა გავრეცხავ, всё. მე თუ არ დავისმენე კარგად, მე არაფერს ვეღარ ვაკეთებ. რა არის მეგობრებო, ცით მეთმა მისცეს ყველას უნარი და იმის შესაძლებლობა, რომ
ფრთები გადადგან, ოღონდაც იყონ კარგად და მართლა კიდევ გულწრფელად გეუბნებით არავისი არ უშავს. უბრალოდ რატო ვამბობ, ხაზს მე იმას, რომ მე იმდენად არ შემიძლია და იმდენად ვიღლები ყველაფრით, რომ ყველაფრით გულისხმობ იმ საქმით. დანარჩენს არა. რომ მე გინდ ნერვულობით, გინდ საქმით, ასე სტრესი ხომ სულ მანადგურებს. და მე როგორ დგევარ ფეხზე და როგორ ვცდილობ, რომ მოვიდე ღიმილიანი სახით და როგორ აი თქვენ არ იცით. უბრალოდ რისი თქმა მინდა მეგობრებო. ხომ ვარ გულწრფელი თქვენთან. აი ყველანაირად გულწრფელი ვარ, მაგრამ არის რაღაცები, მაგალითად, რომ შეიძლება ბოლომდე ვერ თქვა ადამიანმა და რაღაც იყოს დამალული და დაფარული, იმიტომ რომ ეს არის აუდიტორია, თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, ჩემი გულითადი მეგობრები ხართ და თქვენთან დასამალი არაფერი არ მაქვს, მაგრამ ეს არის აუდიტორია, ეს არის საზოგადოება და ეს არის რომ ეხლა ყველაფერზე პირი მოაღო და ილაპარაკო, ვერ ილაპარაკებ. და რის თქმა მინდა, ყველა იმ ღიმილის მიღმა რაღაც არსებობს, მეგობრებო, რითაც შეიძლება ღიმილით მოდიხარ, მაგრამ უკან გაქვს საფიქრალი, რაღაცაზე სანერვულო, რაღაცა არის და მაინც ვცდილობ, მაინც აკეთებ იმას, რომ ხალხს წარუდგე და არაჩვენო შენი დაღლა, შენი სანერვულო, მაგრამ ერწყმუნეთ. ყველგან არსებობს რაღაც მაინც. რაც არ უნდა იყოს და ჩამდეს ადამიანი, რომ არის პოზიტიური, არის რაღაც მაინც არის უკან რაღაცა, რომელიც შეიძლება დღეს არ თქვა, ხვალ არ თქვა, მაგრამ ზეგიტყვი. ასია მეგობრებო. რაც ახლა იმას არ ვამბობ მე, რომ რაღაც ისე გიმალავთ და მაგრამ რაც თუ საჭირო დარჩება, თუ დრო მოიტანს, თუ ჩემი არხი წინსვლას განაგრძობს და მე დავრჩები თქვენთან, მე მომიწევს კი არა, უბრალოდ მე ყველაფერს ვიტყვი. ეხლა ერთი თვით, ორი თვით შემოვიბინო და ვიმუშავა ერთ თვეზე, ორ თვეზე და მე ჩემი სათქმელი ყველაფერი ვთქვა, ეგრეც არ გამოვა, იმიტომ რომ მე თუ ხვალ აღარ ვიქნები, რა აზრი აქვს. ამიტომ თავს ვიკავებ რაღაცაზე მაინც, მაგრამ ტყუილით თქვენთან არ ვარ. ნამდვილად 1% ტყუილითაც არ ვარ. არის რაღაც თემები, რომელსაც არ ვეხებ ჯერჯერობით. ნამდვილად ვარ გულწრფელი თქვენთან და ჩემთან სხვა კითხვა არ დასმულა და ამ კითხვაზე რომ თავი ამერიდებინა მაგალითად. რაც შეიძლება ეხლა გასაგებად ვერ ხსნიდე და ვერ ვამბობდე, მაგრამ მოვადრო და ვიტყვი. ეხლა არ გემშვიდობებით მეგობრებო, დროებით შევაჩერებ ვიდეოს და მე რამეს იქნება მივამატებ და ერთიანად დავდებ, იმიტომ რომ უკვე ისე ვარ გადაღლით, ცოტას დავისვენებ, საჭმელს გავაკეთებ, საჭმელს გაჩვენებთ ბოლო ეტაპს და მე საღამოს ერთად ავტვირთავა ვიდეოს და მოვიდა თქვენამდე. აი ლობიოც გავაკეთე, გემრიელია ძალიან, სუნითაც მიხვდები რომ კაია. მოვედი მეგობრებო
რომ თქვი რომ მოვალ მეთქი აღარ ისე აღარ გავაკეთე რომ არ მოვსულიყო მივხედე ჩემ თავს ცოტა წამოძინებას მოვასწარი სხვანაირად აღარ შემეძლო ნამდვილად მე ვიცი ჩემი თავის თუ არ დავისვენე და არ დავიძინე მე ვერ ვარ და ეხლა ცოტა მოვფხიზლდი იმ გაგებით რომ ისე ძალიან აღარ ვარ ის ძალიან გადაღლილი რომ ვიყავი და მეც არ ვიცი რა მგონს მაგრამ ვიღლები არ ვიცი ეხლა უკვე გვიანია საათი 10 ხდება. ეხლა კი არ გამიღვიძია მართლა და ისევ არ ვიძინებ. მანამდე მოვასწარი მეთქი და ძინება და მერეც ჩემ თავსაც მივხედე და ამირან ჭამს მალახტოს მოეწონა გემრიელიაო კიტრის ერთად მიიწევს ლამაზად და მოვალაგებ და ისევ დავწვევი და დავეძინებ დროზე რომ გამოვიძინებ თუ არა მე ფეხზე ვდგავარ იმდენ გასაუთავებელი ავიღე დღეს იმდენ გასაუთავებელი მაგრამ არა ხვალე თან მოვიცალო იქნება და თან გავავთავებ და თან ჩემ ფილმს ვუყურებ. მერვე სერიაზე ვარ ასული მე მგონი, რაც დავიწყე. დაგემშვიდობები მეგობრებო, ეხლა მოვახვალე დილით უფრო კარგ განწყობაზე. ის რაც თქვი წეღან ისე არის ფიქრობთ რომ რამე ისეთ რამეს ვერ ვამბობ რომ ან რამე დაძაბული მაქვს სიტუაცია ან რაღაც არის რაღაც ისეთი და რომლის თქმაც ჯერ არ შეიძლება და ჯერ ვერ ვიტყვი და როცა იქნება მაგის დრო და უფლება მე შეიძლება რომ თქვა იმიტომ რომ ჯერ დაზუსტებით მეც არ ვიცი ასე რომ მეგობრებო დროებით მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და ხვალამდე მიყვარხართ ყველა